ისრაელის მიზანი იყო ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის სერიოზულად შეჩერება. ჩემი შეფასებით ორივე ამოცანა მნიშვნელოვანი ხარისხით შესრულდა. როგორც ჩანს, ირანის ბირთვულმა პროგრამამ რამდენიმე წლით უკან დაიხია. მართალია ჯერ არ გვაქვს დაზიანების სრული ანალიზი ფორდოს ობიექტიდან, მაგრამ არსებული მონაცემებით დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. რაც შეეხება ნათანზისა და ისფაჰანის ობიექტებს, პრაქტიკულად ისინი მთლიანად განადგურებულია. განსაკუთრებით საყურადღებოა ისფაჰანის ობიექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ აქ ხდებოდა ურანის გარდაქმნა, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ეს არის ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულნი არიან პროექტზე მომუშავე მეცნიერები. განადგურდა არქივიც და მისი სარეზერვო ასლები და მრავალი ქარხანა, რომლებიც იყო ბირთვული იარაღის წარმოების ჯაჭვის ნაწილი. იგივე ითქმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზეც. განადგურდა არა მხოლოდ უშუალოდ რაკეტების მწარმოებელი ქარხნები, არამედ ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც რაკეტების შესაქმნელად აუცილებელია. შეფასებების მიხედვით ბალისტიკური პროგრამა დაახლოებით 1 წლით არის შეჩერებული. ბირთვული პროგრამის შემთხვევაში კი საუბარია რამდენიმე წელზე. თუნდაც ირანს შეენარჩუნებინა урანი, მისი გამდიდრება უკვე პრობლემაა. მათ მაინც არ შეუძლიათ მისი გარდაქმნა მყარ ფორმად, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად.